ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ისდებს ბრალს და ამის დამადასტურებლად 4 ვიდეო მასალა მოჰყავს. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფონზე პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს არ სდევნის. მათ შორის ასახელებენ ლუკა კურტანიძეს, ასევე ეკა ბესელიას და ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრებს. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე ბრიფინგი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინა ბოკუჩავამ გამართა. ბრიფინგს თამარ გოგესაშვილი დაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. თამარ, გისმენთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში შერჩევით სამართალზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც 4 ვიდეო მასალა წარმოადგინა. ამ ვიდეო მასალებში კონკრეტული კრიმინალური შემთხვევებია ასახული. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ერთ-ერთ ვიდეო მასალაში ფიგურირებს ლევან გაჩეჩილაძიშვილი, გაგა გაჩეჩილაძე. ინციდენტის დროს დაიჭრა ერთი მოქალაქე, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა გაგა გაჩეჩილაძე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ასევე ერთ-ერთ ვიდეო მასალაში ნაჩვენები იყო ლუკა კურტანიძე. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ის ემუქრება ორ გამგებელს. მათ შორის ერთ-ერთი არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და მას ემუქრება ქვეყნიდან გაძევებით. ასევე ერთ-ერთ ვიდეო მასალაში წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელიც ცდილობს მოისყიდოს პოლიციის თანამშრომელი. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება უსაფუძვლოდ და საქმეში რეალური მტკიცებულებების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ინტერესდება იმ ვიდეო მასალებით, სადაც კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევებზეა საუბარი. თინათინ ბოკუჩავა ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს. დღეს ასევე პრესკონფერენცია გამართა პარტიის ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. უფრო დეტალურად რა საკითხები განიხილეს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში, შემდგომ საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.